დილამშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 11-ზე. მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაწყებულია. რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების მხილება პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გრძელდება. წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დაწყებულია. სახელისუფლებო გუნდმა ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაიწყო. მზადება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის. ვიდრე ისტორიული დავა დაიწყება, მანამდე მომზადდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წესდების მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიებისათვის საქმიანობას კრძალავს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ანტიქართული აგენტურული პარტიებისაგან პოლიტიკური ველი სრულად გაიწმინდება. არ შეიძლება ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს და კონდეს საშუალება იმუშაოს საქართველოში, იყოს რეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პარტია, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ. ამ სცენარის მთავარი სახელი, საერთო სახელი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება საქართველოში. იმ მიზნით, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც აი ამ დანთებულ ცეცხლს სოფლიოში და უბედურებას შემოიტანს საქართველოში. ამას უნდა კონდეს მძლავრი ანალიტიკური და სამართლებრივი შეფასებები და აქედან გამომდინარე უნდა კონდეს რესურსი იმისათვის, რათა მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ხალხის ზალის თავმჯდომარე და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო 21 წლის შემდეგ. სწორედ მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ. როგორც სუბარი წერს, ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ვიდეოსაც ურთავს. მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი მტკიცებულებებით დადასტურებული პოლიტპატიმარი იყო. ის 2004 წლის მარტში სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დააგავეს. მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბადეიშვილი წერდა, რომ მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება გაუსტველობის ხელწერილი ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის დებართვა მისცა. ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა. მოგვიანებით კი მისი საქმის გამხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ქალი შეთითხნილი ბრალდებით თავად აღმოჩნდა ციხეში. ეს იმ პერიოდში ნაცმოძრაობის მიერ სასამართლოს დამორჩილების მორიგი მკაფიო მესიჯი იყო. ზუსტად 21 წლის შემდეგ 2025 წლის 27 მარტს სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ. როგორ და რა მეთოდებით მართავდა რეჟიმი ქვეყანას 2013 წლებში ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაულების მხილება პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიმდინარეობს. კომისიის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საკმარისზე მეტია მტკიცებულებები იმისათვის, რომ შესაბამისმა უწყებამ ანტიკონსტიტუციურად ცნოს ნაციონალური მოძრაობა. მანამ სანამ იქნება ეს რეჟიმი ნაციონალური მოძრაობა, როგორც სამართლებრივად პოლიტიკური პარტია, მანამ ყოველთვის იქნება რისკი სახელმწიფო ინსტიტუტების რყევების, ღალატის და ასე შემდგომ. ამიტომ დასასრული ამ შემთხვევაში იქნება იმ დროს, როდესაც შესაბამის უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტია, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობის გაუქმებასთან დაკავშირებით და ეს არის საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც დარწმუნებული ვარ და მე მგონი საზოგადოებას ეჭვი აღარ ეპარება, რომ იქნება საკმარისზე მეტი მტკიცებულებები იმისა, რომ პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა იყო და არის რეჟიმი, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. აი სწორედ იმ დანაშაულებებიდან გამომდინარე, რაც ქართულ და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებში აქვს პირდაპირ მითითებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვანო ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმიანება. სოციალურ ქსელში წერს, რომ ვრცელდება მისი ფოტო, სურათი, სადაც აცვია სამსახურეობრივი ფორმა და დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს მან საპატრულო პოლიცია დატოვა. როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, ის განაგრძობს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში, ამასთან მოუწოდებს მედია საშუალებებს შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის ჩემ ფოტოსურათზე მიზან მიმართულად არის განთავსებული. ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს. ასევე ვთხოვ სხვადასხვა მედია საშუალებას შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა მთავრობის მეთაურმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის წვლილზე ისაუბრა. მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თია ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟველძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა, საქართველო არის მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა. და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ჩვენ ერთად ვქნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსებით სახით მთავრობისგან გამოიყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმის გამოხატულება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში. ასეთი მსგავსი ტრადიციული ღირებულებებით დამოკიდებულება მუსლიმ თემისადმი არც რეგიონში, არც ახლო სამეზობლოში და შეიძლება ესე თქვას ევროპაშიც კი თითით საჩვენებელია და ბევრი არ არის. ის უნიკალური ქართული ისლამის ფენომენი, რასაც ქვია შიიტების და სუნიტების, ქართველების, აზერბაიჯანელების, ქისტების ერთად ყოფნა, ერთმეჩეთში როცა არის უნიკალური მაგალითი. ამ ქვეყნის აღშენებლობის განვითარების საქმეში დიდი არის მუსლიმთა როლი და როგორც ისტორიულად დღესაც მუსლიმები დგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და არ დავიშურებთ ჩვენი წილი აგური დავდოთ ერთიანი ძლიერი ქვეყნის განვითარებისა და გამტკიცების საქმეში. მუსლიმთა სამმართველო დადებითად აფასებს სახელმწიფოს იმ ძალისხმევას, რომელიც მუსლიმი თემის უფლებების დაცვას, რელიგიური განათლების წოდნის ამაღლებას, მეჩეთების აღდგენასა და მშენებლობას ემსახურება. ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის კეთილდღეობისათვის ერთობლივად მუშაობა და ჩვენი ღირებულებების დაცვა ჩვენი მთავარი ვალია. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული ჯფ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდიან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დაკავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო 17 ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია მის მიერ რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ რეგლამენტზე მუშაობს. უსაფრთხოების ნორმები, რომელთაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან და მანქანადანადგარებთან მუშაობის პრინციპს ეხება. შემუშავებული დოკუმენტი მინისტრმა მიხეილ სარჯელაძემ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მოთხოვნები, რომელთაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. ჩვენი სამინისტრო შრომის ინსპექციის სამსახური ახლა ამჟამად მუშაობს მორიგ ეტაპზე
იმ საკანონმდებლო ცვლილებების, იმ ნორმატიული აქტების მიღებისთვის, რომლის მიზანიც გახლავთ ერთის მხრივ მაქსიმალურად მეტად უსაფრთხო გარემოს შექმნა სამუშაო ადგილებზე და მეორეს მხრივ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების იმპლემენტაცია, რაც ჩვენი ქვეყნის მოვალეობა გახლავთ. განვიხილეთ ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც არეგულირებს სამუშაო სივრცეში შრომისწორთქობის ნორმებს, რომელიც უკავშირდება მანქანა დანადგარებს, ასევე ნებისმიერ სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას. რეგლამენტი გამდინარეობს ერთის მხრივ შრომისწორთქობის საერთაშორისო ნორმების სრულყოფიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ მიზნად ისახავს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას დასაქმებული ადამიანებისთვის. Უნდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. საქმე ეხება ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას და პრინციპში შევეცადეთ, რომ დეტალურად გაგვეხილა ეს ტექნიკური რეგლამენტი. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმი ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ჩვენი ამოცანა ერთობლივი არის, რომ უფრო ეფექტური გავხადოთ, უფრო დავაახლოვოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორები. ამაზე გქონდა ჩვენ დღეს საუბარი, უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. საგადახდო სფეროში თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, რათა ეს სფეროებიც დავაახლოვოთ და უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც ჩინელი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის, ბიზნესისთვის, ასევე ქართველი ვიზიტორებისთვის და ბიზნესისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას. შევთანხმდით ერთობლივი საფინანსო ინსტრუმენტებზე, ისეთები როგორიც არის swap ინსტრუმენტები მაგალითად, რომელიც გაეშვება ჩვენს ბაზარზე და სხვა მიმართულებებითაც დავსახეთ თანამშრომლობის გზა. რაც თავარია, მოვისმინეთ სრული მხარდაჭერა. ის სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ივანე მესხის პირველ ჩიხში უკვე მიმდინარეობს პირველი სართულის კონსტრუქციის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი ენერგოეფექტური შენობა. საბავშვო ბაღი გათვლილია 120 აღსაზრდელზე. პარალელურად მიმდინარეობს ივანე მესხის ქუჩის რეაბილიტაციაც. ივანე მესხის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც 120 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, რომელიც მიმდებარე ინფრასტრუქტურას, სარეკრეაციო სივრცის მოწყობას, ასევე ბავშვთა მოედნებსა და შესაბამის საქალაქო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს. ამავდროულად ამავე უბანში მიმდინარეობს როგორც მიქელაძის, ასევე ივანე მესხის ქუჩების რეაბილიტაცია. დაახლოებით 5 მილიონი დაიხარჯება ბაღის მშენებლობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ასევე მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება სხვა საქალაქო ინფრასტრუქტურა, ქუჩის კეთილმოწყობა და სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა. ვისაუბრეთ ჩვენს საჭიროებო საკითხებზე, მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა და ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ეტაპობრივად ალბათ თანდათან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. დაკვლავ საქართველოს ოლიმპიურ სასახლეში თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართა ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით შედგა. დედაქალაქის საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, კალათბურთის ფედერაციის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფინალში, რომელშიც თბილისის 52 და 53 საჯარო სკოლების საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვება 53 სკოლის სპორტსმენებმა მოიპოვეს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ასევე დაეხმარება ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს პირველი ნაბიჯები გადადგან პროფესიონალურ სპორტში. მინდა მიულოცო 53 სკოლას გამარჯვება, უსურვო წარმატებები. ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში იყო. მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს, საკრებულოს. ვიმედოვნებ, რომ ესეთი დონის ტურნირები მომავალში უფრო ბევრი და ბევრი გვექნება. გუნდი შევიკარით კარგად გავაკეთეთ ვითამაშეთ ტურნირი. ვიცოდით, რომ ფინალი მარტივი თამაში არ იქნებოდა, მაგრამ შევძელი და ერთად დავძლიეთ. გავხდით ჩემპიონები, მოვიგეთ ცოტა დიდი ანგარიშით, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება და კმაყოფილები ვართ.
ასეთი იყო ახალი ამბები 11-ზე, ყველა სიახლე შეგიძლიათ გაეცნოთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 2-ზე დაბრუნდება დროებით.